ალბათ ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ ერთხელ წახვალ შორს არასამოგზაუროდ, არამედ განსაკუთრებული ემოციებისათვის და ეს ემოციები არა მხიარულება და ახლის აღმოჩენით გაოცება, არამედ მწუხარება და ნაღველი. მე დღეს უკრაინაში მწუხარებამ ჩამომიყვანა. ამ ლამაზი მზის ჩასვლის ფონზე, სადაც გადამწვანებული ვაკეები ელამუნებიან მზის სითბოს, სადაც პურის ყანები ბიბინებენ და გზად მიმავალ სამხედრო მანქანები გირღვევენ ბუნების მშვიდი ტკბობის იდილიას და გაბრუნებენ იმ რეალობაში, რომელშიც სამწუხაროდ ეს ქვეყანა აღმოჩნდა. უკრაინა ძლიერი სულის მქონე და სიცოცხლის წყურვილით სავსე ხალხის ქვეყანა, თავისუფლებისა და უძლეველობის თანამედროვე სიმბოლო. ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ მომავლის რწმენის, გამბედაობისა და კრიტიკულ სიტუაციებში ეროვნული ერთიანობის სიმბოლოა. გათენდა დილა უკვე მის დედაქალაქ კიევში და ფანჯრიდან ამ დიდ ლამაზ ხედზე უმალ ამჩნევდედა უკრაინის მაღალ 102 მეტრიან სტატუას, რომელიც ამაყად გადმყურებს ქალაქს ხელში ხმლითა და ფარით აღმართული. იქვე რამდენიმე კილომეტრში კი კიევ-პეჩერის სამრეკლოს კოშკი შეუძლებელია, რომ არ შეამჩნიო. ლავრა ხომ სულ ცოტა ხნის წინ იქნა დაზიანებული რუსული რაკეტების მიერ, მაგრამ ამასაც გაუძლო უკრაინა. გავედი ქალაქში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის ჯერ კიდევ დამახასიათებელი საბჭოთა ინფრასტრუქტურის ფონზე ძალიან ბევრ და ევროპული დელიკატურობით შეფერილ თანამედროვე მოდერნისტ უკრაინულ შენობებსაც შევხვდი. მარჯვნივ საქართველოს საელჩოც მოხვდა თვალში ჩვენი დროშით. წინი ცნობილი ბესარაბიის ბაზარი, ცუმი, ხრეშაწიკი, და ბოლოს მაიდანი. მრავალჯერ ნახული მაიდანი, სადაც უკრაინის ბედი ბევრჯერ გადაწყვეტილა თავისი სტელით მე მიყვარს უკრაინით და გმირი ბიჭების ფოტოებით და დროშებით. მე აქ კიდევ დავბრუნდები. ეს კი ერთ-ერთი სასაფლაოა, სადაც სამწუხაროდ მომიწია მოსვლა. ულამაზესი ტაძრები, სასტუმროები, ქუჩები, სიმწვანე, სიფერადე. თითქოს ყველაფერი კარგადაა. უცხო თვალს მშვიდობაში ეჭვიც არ შეეპარება. წითელი ტრამვაებიც ჩვეული რიტმით დადიან, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა, დაძაბულობა, სიფრთხილე, დაღლა და ცუდის მოლოდინი მუდამ თანსდევს ყველა ქმარ ცხოვრებას.
ეს მშვიდობაც ხომ დროებითია. პეტრე საგაიდაჩნის სკვერი და ქუჩა. სადაც როგორც ტიპიური უკრაინული სამზარეულოს რესტორნებს შეხვდებით, ასევე ცხოვრებსაც. და მოვადექით კიევის ფუნიკულიორს. რომელსაც თბილისის ფუნიკულიორებით დიდი ისტორია აქვს. მისი გახსნის დრო 1905 წლით თარიღდება და ის აერთიანებს ქალაქის ქვედა ნაწილს პოდილს, ქალაქის ზედა ნაწილთან ვლადიმირის გორასთან. ზემოთ ასვლისას კი თვალწინ ულამაზესი ტაძარი წმინდა მიქაელ ოქროს გუმბათოვანი იშლება. იმის გარდა რომ სრულიად გადავირი მის ძალიან განსხვავებულ ლაჟვარდოვან ცისფერზე, ტაძრის მოხატულობამ კიდევ უფრო მეტად აღმაფრთოვანა. როგორც მიხვდით, ტაძარი კიევის მფარველი წმინდანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე აშენებული. იგი დაარსა 1108 წელს დიდმა მთავარმა სვიატოპოლკ მეორე იაზლავიჩმა. ოქროს გუმბათოვანი კი ეწოდა მის გამო, რომ შუა საუკუნეების კიევში ის იყო პირველი ტაძარი, რომლის გუმბათიც ოქროთი მოაპირკეთეს. საუკუნეების მანძილზე აქ წმინდა ბარბარეს უხრწნელი ნაწილებიც ინახებოდა. 1930-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დაანგრია და 1927 წელს კი მთლიანად ააფეთქა. როცა უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 91-ში, 1997-99 წლებში ტაძარი ახლიდან ააშენა სრული სიზუსტით და გადარჩენილი ფრესკებიც გადმოიტანა. ევრომაიდანის დროს ის მრავალი კიეველის თავშესაფრად და ჰოსპიტალად იქცა. სხვათა შორის ქეშად არ მქონდა წამოღებული ფული და მესანთლე ბერმა სანთელი მაჩუკა დასანდებოდა.
ტაძრიდან გავედი მიხაილოვსკის მოედანზე, სადაც მუდმივად ღია ცის ქვეშ მოწყობილია რუსული განადგურებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა. ესაა ჯავშანტექნიკა, ტანკები, დრონები თუ უბრალო უკრაინელების რუსების მიერ დაზიანებული მანქანები. ერთ-ერთში, როგორც ვიცი, მთლიანი ოჯახია ჩაცხრილული. აქვეა მე-10 საუკუნის კიევის მთავრის, ანუ პრინცესა ოლგას ძეგლი, რომელსაც ისტორიულად და პოლიტიკურად დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისათვის, როგორც ისტორიულ პიროვნებას. მალევე გავდივარ სოფიის მოედანზე, სადაც ულამაზესი პანორამაა და ჩვენს წინ აღიმართება კიევის წმინდა სოფიის ტაძარი, მე-11 საუკუნის არქიტექტურული შედევრი და იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი. კიევის რუსეთის მთავრის იაროსლავ ბრძენის მიერ აგებული ტაძარი კონსტანტინოპოლის აია სოფიის მიმბაძველობით. ის ცნობილია მე-11 საუკუნის უნიკალური ფრესკებით და მოზაიკებით. ეს კი კიევის ოქროს კარიბჭეა, კიევის მთავრის ასევე იაროსლავ ბრძენის მიერ აგებული ქალაქის მთავარი შესასვლელი, რომელსაც ასევე კონსტანტინოპოლის ოქროს კარიბჭის გავლენითაა გადმოღებული. ეს მთავარანგელოზი მიქაელის ძეგლი ზარზე კიევის მთავარი ტაძრების რელიეფებით. მთავარანგელოზის სახელობის პარკი და ულამაზესი ხედები, რომელიც ამ პარკიდან იშლება. მთავარი ვლადიმირის ძეგლი. მდინარე დნეპრი. თავისი პატარა კუნძულებით შუაგულში. ცნობილი შუშის ხიდი, მასთან ახლოსაც ჩამოვარდა ჭურვი. რამდენიმე დღის უკან. ეს კი ცნობილი ანდრეევსკის დაღმართია, იგივე კიევის მონმარტრი. დაიმოვედი კიევ-პეჩერის ლავრაში, უკრაინის ყველაზე ცნობილ და მნიშვნელოვან სამონასტრო კომპლექსში, რომელიც ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული და მისი დაცვის ქვეშაა მთლიანი ნაკრძალი. ეს წმინდა ანტონისა და ფეოდოსიას სატრაპეზო ტაძარია, რომელიც ლავრის დამაარსებლების პატივსაცემად ეწოდა მე-11 საუკუნეში. იგი გამორჩეულია თავისი უნიკალური ფრესკებით და საოცრად მოხატული სატრაპეზო დარბაზით.
გუმბათში ამოჭრილი ფანჯრებიც კი საოცრადაა მოხატული შიგნიდან თუ დავკვირდებით. ეს კი ხედები სამრეკლოდან. მთლიანად ლავრაზე და რა თქმა უნდა კიევზე. აქედანაც კი ჩანს დედა უკრაინის ძეგლი. და მისი უდიდებულესობა მიწინების ტაძარი, რომელიც 15 იუნის რუსული რაკეტების მიერ იქნა დაზიანებული და როგორც ხედავთ უკვე მალევე აღდგენილი. შიგნით შესვლა რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა შიდა რესტავრაციის გამოც. ახლა კი გავედით ისევ ხრეშაწიგზე და მივდივართ ცნობილ მაიდანზე. დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც როგორც ხედავთ უამრავი უკრაინისათვის თავდადებული და გმირი ბიჭების ფოტოებია დროშებით ურთ. აქ შეხვდებით არა მარტო უკრაინელებს, არამედ უკრაინის თავისუფლებისათვის მებრძოლ უცხოელებსაც და მათ შორის რა თქმა უნდა ბევრი ქართველი ვაჟკაცია. ძალიან მტკივნეული და დასანანია ამდენი წართმეული სიცოცხლე. ამდენი ლამაზი ახალგაზრდა, ამდენი მომავალი. შეუძლებელია ამ ადგილს ისე ჩაუარო, რომ ემოციები არ გამოიწვიოს და ცრემლი არ მოგადგეს. საშინელება ომი. რამდენიმე წამს დაგტოვებთ მდუმარეთ.
და ისე ვისვრიან რუსი დემონები. შიში, სევდა და ტკივილი. გამძლეობა და გამარჯვება უკრაინას. ვაკარჩუკის სიმღერებით გემშვიდობებით. სლავა უკრაინai!